მაგარია. მთელი ცივილიზაცია გუშინ ღამით არ დაღუპულა. სწორია. 29 დღიანი ბრძოლის შემდეგ დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა ირანის ომში. თუმცა შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტა მოლაპარაკებებისთვის დამაიმედებელი დასაწყისი არ არის. შეიძლება ცეცხლი შეწყდეს, მაგრამ ქვეყნების ერთობლივი ინტერპრეტაცია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვეტის შესახებ წინააღმდეგობრივია და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამით ყველაფერი დასრულდა. მოდით დღეს შევხედოთ იმ ფუნდამენტურ პრობლემას, რომელიც ასეთოდებულ ცეცხლის შეწყვეტას წინ ეღობება. შემდეგ შეგვიძლია განვიხილოთ რამდენიმე მიზეზი ოპტიმიზმისთვის, თუ რატომ შეწყდება ცეცხლი, მიუხედავად ყველაფრისა. ერთი ეხება ტრამპის მიერ ბრძოლის ველზე არსებული რეალობის გაცნობას, ხოლო მეორე მომიტინგეების ხელახლა გამოჩენის შანსებს. მაგრამ მოდით თავად ცეცხლის შეწყვეტით დავიწყოთ. შეიძლება გახსოვთ, სულ რამდენიმე დღის წინ მედია აჟიოტაჟში იყო იმის გამო, რომ ტრამპი სამშაბათს ირანის ელექტროსადგურებსა და ხიდებს ააფეთქებდა, თუ ირანი ხორმუზის სრუტეს არ გახსნიდა. სამშაბათ დილით კი ეს საკითხი მთელი ცივილიზაციის დაღუპვის საფრთხედ გადაიქცა. არის რაღაც სათქმელი მედიის რეაქციაზე, რომელიც მოიცავდა აზრს, რომ მხოლოდ მუქარაც კი ხელს შეუშლიდა ნებისმიერი შეთანხმების მიღწევას. მაგრამ ამაზე საუბარს მაინც ხვალამდე გადავდებ. გარდა იმისა, რომ ეს კვლავ იმ კატეგორიაში რჩებოდა, რასაც დონალდ ტრამპი ამბობდა. ხო და აი თურმე ეს შეთანხმების მიღწევას მაინც არ გამორიცხავდა. მართლა ეს ყველაფერი შეჩერდა, სულ მცირე ამ ეტაპზე. აი ტრამპის პოსტი Truth Social-დან, სადაც ის ომში პაუზას აცხადებს. თავარი ნაწილი ასეთია, ციტატა. ეს დამოკიდებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის თანხმობაზე, რომ სრულად დაუყოვნებლივ და უსაფრთხოდ გაიხსნას ჰორმუზის სრუტე. ტრამპი თანხმდება ირანის დაბომბვისა და თავდასხმის შეჩერებას 2 კვირის ვადით. 2 კვირა, სად მაქვს ეს ადრე გაგონილი? როგორც არ უნდა იყოს, გადავიდეთ შუა ნაწილზე. შეერთებულმა შტატებმა ციტატა მიიღო ირანისგან 10 პუნქტიანი წინადადება და მიაჩნია, რომ ეს არის მოლაპარაკებისთვის მისაღების საფუძველი. თქვენ შეიძლება იკითხოთ, რა არის ეს 10 პუნქტიანი წინადადება? კარგი კითხვა. იფიქრებდით, რომ ირანისთვის ადვილი იქნებოდა ამ 10 პუნქტის გამოქვეყნება, მაგრამ არა. ირანის სახელმწიფო მედიამ გამოაქვეყნა მოთხოვნების შეჯამება, რომელშიც შედის ირანის წინააღმდეგ ყველა სანქციის მოხსნა და აშშ-ს სამხედრო ძალების სრული გაყვანა ახლო აღმოსავლეთიდან. მეორე მოთხოვნა არ შესრულდება. ამერიკის შეერთებული შტატები არ აპირებს რეგიონში საკუთარი თავის დასუსტებას, განსაკუთრებით ისეთ ქაოტურ ეპოქაში, როგორიც ახლა. ასევე რთულია წარმოდგენა, რომ ირანი მთლიანად გათავისუფლდება ეკონომიკური სანქციების მთელი სპექტრისგან. მაგრამ ეს მხოლოდ რეალურ პრობლემებს ეხება ზედაპირულად. ფარსული ვერსიის მიხედვით შეერთებული შტატები აღიარებდა ირანის უფლებას ურანის გამდიდრებაზე. ასე დაიწყო ეს საგა გასული წლის ივნისში და არ ვფიქრობ, რომ თეთრი სახლი ამას დაეთანხმება. ტაქტიკური თვალსაზრისითაც რთულია გასაგები, როგორ ელოდება ირანი გამდიდრების ახალი ობიექტების აშენებას, როცა მისი საჰაერო თავდაცვა მხოლოდ ჭრილია იმისა, რაც 6 კვირის წინ იყო. და არა, 1 F-15-ის ჩამოგდება, ამას არ ცვლის. არა მაშინ, როცა B-2-ის სტელს ბომბ დამშენებს, ის მისია მაინც შეეძლოთ შეესრულებინათ. მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ირანის 10 პუნქტში შედის ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის კონტროლის გაგრძელება, ზუსტად ის საკითხი, რაზეც ცეცხლის შეწყვეტა იყო დამოკიდებული. ეს სრულიად მიუღებელია შეერთებული შტატებისთვის. და თუნდაც რაღაც უცნაური მოხდეს და ტრამპმა კონკრეტულად ეს მიიღოს, იქნებ იმიტომ, რომ სურს ევროპას დაუტოვოს ეს პრობლემა, ძნელია დაიჯერო, რომ ეს გადაწყვეტილება მომავალ ამერიკელ პრეზიდენტსაც გადაეცემა. ამჟამად ირანი $2 მილიონ ირედს გადასახადად ყველა გემისთვის, რომელიც სრუტიდან გადის. ცოტაა, ვინც თეირანის ამ შეთავაზებას იღებს, მაგრამ მაინც არიან რამდენიმე. თუ ეს ახალი ნორმა გახდება ომის დასრულების შემდეგ და მოძრაობა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, ირანი დღეში დაახლოებით 65-ად გადასახადს მიიღებს. 1 წლის განმავლობაში ეს $87 მილიარდ შეადგენს. შედარებისთვის ირანის MSCP 365 მილიარდია. ეხლა ეს სწრაფი გათვლა ალბათ აჯარბებს იმ თანხებს, რასაც ირანი მიიღებდა. მაგალითად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ირანული ნავთობით დატვირთული ტანკერები გათავისუფლებული იქნებოდნენ გადასახადისგან. მოძრაობაც სრულად არ დაბრუნდებოდა ნორმალურ რეჟიმში, რადგან ნაკლებად მომგებიანი ტანკერები სხვა ადგილებს მოძებნიდნენ საქმიანობისთვის.
შესაბამისად, თუ ომის დროს ირანი $2 მილიონ ითხოვდა, მაქსიმალურად ამოღებული გადასახადი მშვიდობიან პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდებოდა. თუმცა მიუხედავად ამისა, ეს ირანისთვის უზარმაზარი შემოსავალი იქნებოდა. თავარია, რომ ამ საკითხში რაღაც უნდა შეიცვალოს. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე ბევრი კომენტარი გაკეთდა, აღსანიშნავია, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანის 10 პუნქტს არ დაეთანხმა. Trump Post-მა ახლახან თქვა, რომ ეს იყო მოლაპარაკებისთვის მისაღების საფუძველი. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელიც ცოტა ხნის შემდეგ გამოქვეყნდა, ამერიკულ 15 პუნქტიან გეგმასა და ირანის 10 პუნქტიან გეგმას განიხილავს, როგორც მოლაპარაკებების ერთობლივ საფუძველს. სასაცილოა თუ გავითვალისწინებთ, რამდენად წინააღმდეგობრივია ისინი. ამ თემასთან შესაბამისობაში, საგარეო საქმეთა მინისტრის გზავნილშიც ნათქვამია, ციტატა: "2 კვირის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გადაადგილება შესაძლებელი იქნება ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციით, ტექნიკური შეზღუდვების გათვალისწინებით." ესე წინააღმდეგება დონალდ ტრამპის პოზიციას, ციტატა: "სრუტის სრულ დაუყოვნებლივ და უსაფრთხო გახსნასთან დაკავშირებით." სიტუაცია კიდევ უფრო რომ გართულდეს, ირანის უშიშროების საბჭომ სახელმწიფო მედიის მეშვეობით გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანის 10 პუნქტიან გეგმას დაეთანხმა. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების საწინააღმდეგოდ, რაც შესაძლოა მიუთითებდეს, რომ ირანში არსებობს განხეთქილება, რომელიც შესაძლოა უახლოეს დღეებში საჯაროდ გამოვლინდეს. ეს უკვე დაიწყო დონალდ ტრამპის მხრიდანაც, რადგან ის ეჭვქვეშ აყენებს ირანის უშიშროების საბჭოს განცხადების ავთენტურობას, რაც შესაძლოა მიუთითებდეს, რომ შეერთებული შტატები ირანის მთავრობის მხოლოდ ერთ ნაწილს აღიარებს მოლაპარაკებების უფლების მქონედ. და სიტუაციის კიდევ უფრო გასართულებლად, ირანის სახელმწიფო მედიამ ცალკე გაავრცელა კიდევ ერთი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ირანი და ომანი ერთობლივად დააკისრებენ გადასახადს სრუტეში გადაადგილებაზე ზავის პერიოდში. ეს კვლავ ეწინააღმდეგება სრუტის სრულ დაუყოვნებლივ და უსაფრთხო გახსნას. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი უგულებელყოფს იმას, რომ სრუტის გახსნა არ არის დამოკიდებული იმაზე, რომელიმე მხარე აცხადებს თუ არა რომ ის ღია. ეს დამოკიდებულია იმაზე, ჯერათ თუ არა გადამზიდავ კომპანიებს, რომ მათი ხომალდები უსაფრთხოდ გაივლიან ამ ტერიტორიას. ეს ის საკითხია, რაზეც მოგვიწევს დაველოდოთ და ვნახოთ. ბოლოს ერთი შენიშვნა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. 2 კვირა ნამდვილად არ არის საკმარისი ყველაფრის მოსაგვარებლად. საშუალოდ, ცეცხლის შეწყვეტის დაწყებასა და საბოლოო შეთანხმების მიღწევას შორის ინტერვალი დაახლოებით 10 თვეს შეადგენს და ეს მაინც 4 თვეა, თუ კი ისტორიულ გამონაკლისებს გამოვრიცხავთ. ამიტომ მე ამ 2 კვირას უფრო როგორც გაციების პერიოდს უყურებ. ან 2 კვირაში ის განახლდება, ან ომი თავიდან დაიწყება. ისტორიულად იშვიათია, რომ ამ დროისთვის საბოლოო შეთანხმება მიღწეული იყოს. კარგი, ეს ყველაფერი თითქოს ცეცხლის შეწყვეტის ნეგატიურ ინტერპრეტაციად ჟღერს. ასე რომ, მოდი გადავიდეთ რამდენიმე მიზეზზე თუ რატომ შეიძლება იყო ოპტიმისტურად განწყობილი, რომ რაღაც საბოლოოდ შეიძლება შენარჩუნდეს. დაიმახსოვრე, ომი მოლაპარაკების ჩავარდნის შედეგია. ბრძოლა ძვირადღირებულია და ეს თითოეულ მხარეს აძლევს мотивაციას მოლაპარაკების გზით მიაღწიოს ისეთ შედეგს, რომელიც ომის მოსალოდნელ შედეგს შეესაბამება, მაგრამ არ მოითხოვს დამატებით ხარჯებს არც ერთი მხრიდან. ამიტომ თუ გვინდა ავხსნათ რატომ თავრდება ომები, ჯერ უნდა ავხსნათ რატომ ვერ მიაღწიეს მხარეებმა მოლაპარაკების გზით შეთანხმებას. შემდეგ უნდა ავხსნათ რა როლი ითამაშა ბრძოლამ ამ დროის განმავლობაში მოლაპარაკებებისთვის არსებულ ბარიერის გადალახვაში. კარგი, სწორედ გუშინ New York Times-ში გამოქვეყნდა ვრცელი სტატია ტრამპის საბოლოო გადაწყვეტილებაზე, ომი დაეწყო. მინდა რომ შევჩერდე იმაზე, რაც მოხდა და როგორ უკავშირდება ეს ომის შესაძლო დასრულებას. თუმცა ვრცელი ამბის განხილვას სხვა დროს დაუბრუნდებით. 11 თებერვალს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თეთრ სახლში იმყოფებოდა და წარადგინა თავისი არგუმენტები, თუ რატომ მოუტანდა სარგებელს შეერთებულ შტატებს ირანთან ომის დაწყება. ძირითადი აზრი იყო ის, რომ როგორც რეჟიმის შეცვლა, ასევე ირანის სამხედრო შესაძლებლობის ლობების განადგურება შესაძლებელი იყო. ირანი ვერ შეძლებდა ჰორმუზის სრუტის დახურვას საპასუხოდ საპასუხოდ, ხოლო რეგიონში აშშ-ის მოკავშირეებისთვის მიყენებული ზიანი მინიმალური იქნებოდა. შეიძლება გახსოვთ, რომ დონალდ ტრამპი თითქოს მზად იყო იანვარში თავდასხმები დაეწყო, მაგრამ რეგიონში მოკავშირეები ამტკიცებდნენ, რომ მას უნდა დაეცადა, რათა მეტი თავდაცვითი საშუალება განეთავსებინათ. ეხლა მას რეგიონული პარტნიორებისგან მოქმედების ნიშანი მიუვიდა. დონალდ ტრამპმა აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებას დაავალა, შეესწავლათ ეს მიგნებები და მომდევნო დღეს მიეწოდებინათ ანგარიში. ის 4 შეკითხვისგან შედგებოდა. აიათოლას მკვლელობის შესაძლებლობის შესახებ. დიახ, ეს მარტივი იქნებოდა. ირანის უნარის პარალიზებაზე ძალის პროექცირება მოახდინოს და მეზობლებს დაემუქროს. დიახ, ეს მარტივი იქნებოდა. ირანში სახალხო აჯანყების პროვოცირებაზე.
ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ ამის გარანტია არ არსებობდა და ეს ომის პირდაპირი მიზანი არ უნდა ყოფილიყო. სრული მასშტაბის რეჟიმის შეცვლის ინიცირებაზე. კიდევ ერთხელ, ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა და ომის პირდაპირი მიზანი არ უნდა ყოფილიყო. არ არსებობდა არასწორი წარმოდგენები იმის შესახებ, რომ ისრაელის შეფასება ზუსტი იყო, ყოველ შემთხვევაში კაბინეტის მხრიდან. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა ჯონ რატკლიფმა ეს ფარსად შეაფასა. ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის როლში მარკო რუბიომ ეს ხარისგანავლის სინონიმად აღწერა. ბოდიში მარკო, მაგრამ ეს საოჯახო გადაცემაა ომზე. ეხლა თუ თეთრ სახლში მიმდინარე დებატებს იმაზე თუ როგორ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები დარჩენილი გაურკვევლობის პირობებში, ასე განმარტავთ სხვადასხვა მონაწილე განსხვავებულ მოსაზრებებს გამოთქვამდა მომავალი სტრატეგიის შესახებ. ვინმე მაგალითად ვიცე-პრეზიდენტი JD Vance, რომელიც დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს საერთაშორისო შედეგებს, იტყოდა, რომ ომისთვის ამ რისკზე წასვლა არ ღირს და ეს მართლაც მისი პოზიცია იყო. მაგრამ ვინმე მაგალითად ტრამპი, რომელიც უფრო ომისკენაა მიდრეკილი, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტად ნეოიზოლაციონიზმის პლატფორმით იყარა კენჭი, შეიძლება იმავე სადაზვერვო ინფორმაციას შეხედოს და ბრძოლა გადაწყვიტოს. ჰირს თუ არა ეს ჯილდო ამ რისკად, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ფასეულად მიიჩნევთ ამ ჯილდოს. ორივე შემთხვევაში, ომს მხოლოდ ის შეუძლია დაასრულოს, თუ გაირკვევა, რას გამოიწვევს ომი რეალურად. ირანი უარყოფს შეერთებული შტატების საწყის მოთხოვნებს, რადგან ისლამური რესპუბლიკის მთავრობა მიიჩნევს, რომ მას შეუძლია უკეთეს შედეგს მიაღწიოს, ვიდრე აშშ-ის საუკეთესო სადაზვერვო შეფასება ვარაუდობს. ამიტომ მხარეები გარკვეული დროით იბრძვიან, შემდეგ კი შეთანხმდებიან მას შემდეგ, რაც აშშ-ის სადაზვერვო თანამეგობრობა განაახლებს ინფორმაციას და შესაბამისად შეამცირებს მოლოდინებს, ზუსტად ისე, როგორც ირანის მთავრობა თავდაპირველად ფიქრობდა. ეს არის მიზეზი ოპტიმიზმისთვის, თუ როგორ შეიძლება ცეცხლის შეწყვეტა გადაიზარდოს გრძელვადიან შეთანხმებაში და თუ არა ეს კონკრეტული, მაშინ ცოტა ხანში სხვა შეთანხმება შეიძლება შედგეს. ამავდროულად არსებობს მეორე პერსპექტივაც, რომელიც ასევე იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს ველს. გაიხსენეთ, რომ სადაზვერვო თანამეგობრობა ომის დასაწყისში თვლიდა, რომ რეჟიმის შეცვლა შესაძლებელი იყო, თუნდაც ეს ნაკლებად სავარაუდო შედეგი ყოფილიყო. მე ვფიქრობ, არსებობს ცდუნება, ეს შეფასების საფუძველზე ომის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი უგულებელყოთ, მაგრამ ასე არ ხდება ასეთი გათვლები. ის ფაქტი, რომ სახალხო პროტესტები საერთოდ იყო შესაძლებელი, ვთქვათ, თუნდაც 25%-იანი ან ოდნავ ნაკლები შანსით, მაინც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა იმაზე, რას შეიძლებოდა ელოდა შეერთებული შტატები ომში. და თუნდაც რეალური შანსი ბევრად ნაკლები ყოფილიყო, ვთქვათ, 10%, შეიძლება ეს 10% მხოლოდ იმიტომ ყოფილიყო, რომ ირანის მთავრობას ძალიან დიდი ძალისხმევა უწევდა პროტესტის მოძრაობების ჩასახშობად. ეს კი თავის მხრივ ასუსტებდა ირანს შეერთებული შტატების თავდასხმის წინაშე. მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ დემონსტრანტების მიერ მთავრობის დამხობის შანსი სწრაფად ქრებოდა, ამიტომაც შეერთებული შტატების იძულებითი ძალა დროთა განმავლობაში ikლებდა. ეს კი ომის ხარჯების თავიდან ასაცილებლად მოლაპარაკებით შეთანხმების მიღწევის მიმზიდველობას გადაწონის. ის, რასაც ირანიდან მოგვიანებით მიიღებ, როცა პროტესტები დღის წესრიგიდან მოიხსნება, შეიძლება უფრო უარესი იყოს ვიდრე ახლა ბრძოლა. მაშ ონს ამფავრებს აჯანყების შესაძლებლობის დასრულება. ბოლო 2 კვირის განმავლობაში სხვადასხვა სადაზვერვო ინფორმაცია გაჟონა, რაც მიუთითებს, რომ ეს ფანჯარა მართლაც დაიხურა. თუ ირანის იძულებითი ძალა ახლა უცვლელი დარჩება, მაშინ აღარ არსებობს ბრძოლის გადაუდებელი საჭიროება და უნდა მივახციოთ შეთანხმებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ვიცი სწორედ ეს კონკრეტული ცეცხლის შეწყვეტა თუ შენარჩუნდება გრძელვადიან პერსპექტივაში. მაგრამ თუ ეს არ არის ეს კონკრეტული და პროტესტის მონაწილეთა პერსპექტივები მართლაც შემცირდა, შეიძლება შემდეგი იყოს, მას შემდეგ რაც ზოგიერთი დეტალი დაზუსტდება. მაშ, რა არის ჩვენი მთავარი დასკვნები დღევანდელი დღისთვის? ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, როგორც ახლა არის ჩამოყალიბებული, საკმაოდ არეულობაა, სავსე წინააღმდეგობებით ორივე მხრიდან და ის პირობები, რომელზეც დროებით უნდა შეთანხმდნენ, ჯერ კიდევ შეთანხმებული არ არის. თუმცა, შეიძლება ოპტიმისტურად ვიყოთ ომის დასრულების მიმართ. თუ ომის დაწყების მიზეზი იყო აშშ-ის გადაჭარბებული მოლოდინი ომის შედეგების მიმართ და ახლა უკვე სხვაგვარად ისწავლა ეს გაკვეთილი. ანალოგიურად, თუ თეთრმა სახლმა ომი დაიწყო, რათა ესარგებლა იმით, რომ ირანის მთავრობა დემონსტრანტებით იყო დაკავებული და ახლა ეს პროტესტი აღარ არის შესაძლებელი, მაშინ ომის გაგრძელების საჭიროება აღარ არსებობს. მგონი ეს უკვე მე-40 დღეა ჩემთვის ზედიზედ და შეიძლება მალე მივიდეთ იმ მომენტამდე, როცა ყველაფერი იმდენად შენელდება, რომ შევძლებ დაუბრუნდე იმ გრძელ ფორუმის კონტენტს, რომელსაც დროებით ვაჩერებდი. შვიდობის ღმერთებმა ინებონ. ამასობაში უყურეთ ომზე ამ სერიის არქივს.
თუ დღევანდელი ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი. და შემდეგ ჯერზე ისევ გნახავთ. იყავით კარგად.